მოგესალმებით, მორიგი საინტერესო ვიდეოთი. დღეს ვისაუბრებთ ხმის გენერირებაზე AI-ის დახმარებით. ეს წინადადებები არასდროს არ მithქვამს. ხმა შეიძლება ცოტათი მგავს, ცოტათი არ მგავს, თუმცა ამ ვიდეოში ვისაუბრებთ, როგორც უკვე გითხრათ ჩვენმა AI მეგობარმა, ხმის გენერირებაზე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ამ ყველაფერს ერთ ინსტრუმენტი სახელად 11 Labs-ი აკეთებს. ამ ვიდეოში კი ვექნება მოკლე მიმოხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს 11 Labs, რაც მთავარია მას აქვს ქართული ენის მხარდაჭერა და ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორ იქნება ეს AI ვიდეოები, რომლებსაც ყველანი ვხედავთ ინტერნეტში. გავვლით ყველაფერს უფასო ანგარიშიდან ხმის კლონირებამდე და იმ თანხამდე, რომელსაც ვიხდით ამ ყველაფერში და ვნახოთ ღირს თუ არა რეალურად ის ფუნქციონალი, რომელსაც გვაძლევს 11 Labs-ი, subscription-ის თანხის გადახდად. მოკლე ჩართვა 13 აგვისტოს ვატარებ AI Masterclass ელექტრონულ აკადემიასთან ერთად. Masterclass-ზე გაჩვენებ, როგორ შექმნა სხვადასხვა ტიპის სურათი კლოდის და ჰიქსფილდის დახმარებით და შემდეგ ეს სურათი გამოიყენო იმისთვის, რომ Meta-ს პლატფორმაზე გაუშვა რეკლამა კლოდის დახმარებით. რეგისტრაციის ბმული იქნება ვიდეოს აღწერაში. 11 Labs 2022 წელს დაარსდა და თავდაპირველად იყო უბრალოდ ტექსტი ხმად სერვისი, თუმცა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ეს პლატფორმა საკმაოდ განვითარდა და ეხლა არის ფაქტიურად სრული აუდიო ეკოსისტემა, რომელიც მუშაობს AI-ზე დაფუძნებით. აქ შეგვიძლია ხმის სინთეზი, ჩვენი ხმის კლონირება, ახალი ხმის შექმნა, სხვადასხვა ტიპის საუნდ ეფექტების შექმნა, მუსიკის შექმნა და ასე შემდეგ. ამ წლის თებერვალში 11 Labs-მა გამოუშვა ახალი მოდელი სახელად 11V3. ამ მოდელს აქვს 70-ზე მეტი ენის მხარდაჭერა, ანუ 70-ზე მეტ ენაზე შეგვიძლია სხვადასხვა ტიპის ხმა დავაგენერიროთ და ამ სიაში საბედნიეროდ არის ქართულიც. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ძველ მოდელებს არ აქვთ ქართული ენის მხარდაჭერა, შესაბამისად, როდესაც დაიწყებთ ამ პლატფორმის გამოყენებას, აუცილებელია გამოიყენოთ 11V3 მოდელი. პლატფორმაზე რეგისტრაცია უფასოა და ასევე რაც ძალიან მაგარი ამბავია არის ის, რომ უფასო აკაუნტზე ყოველთვიურად 11 Labs-ი გაძლევთ 10,000 კრედიტს. რა თქმა უნდა, შეზღუდული ხართ იმაში თუ რაში დახარჯავთ ამ 10,000 კრედიტს, მაგრამ ჩემი აზრით გასართობად რაღაცების გასატესტად სავსებით საკმარისია და ძალიან საინტერესო ფუნქციონალზე გვაქვს ცუდომა სრულიად უფასოდ. 10,000 კრედიტით შეგიძლიათ შექმნათ დაახლოებით 10 წუთი ვიდეოებისთვის, თუმცა ზოგადად 11 Labs-ის ფასები ძალიან მისაღებია, რაზეც ვიდეოს ბოლოში ვისაუბრებ. მანამდე კი ნახოთ რა შესაძლებლობები აქვს ამ პლატფორმას. ეს არის პირველი გვერდი, რომელსაც დაინახავთ 11 Labs-ზე დარეგისტრირების დროს, თუმცა არ დაიბნეთ და არ შეშინდეთ. როგორც ვახსენე, ძალიან ბევრი ფუნქციონალი არის აქვს, თუმცა რეალურად მხოლოდ რამოდენიმე გვჭირდება. პირველ რიგში მარჯვენა მხარეს ხედავთ Voices, დავუწყებით ამას და დავუწყებით Create Voice. ამას ვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა ჩვენი ხმის შექმნა, ან ჩვენი ხმის კლონირება. ამ შემთხვევაში გავაკეთებ მე ხმის კლონირებას. აქ გვაქვს ორი არჩევანი. შეგვიძლია ავტვირთოთ ფაილი, ან აქვე ჩავწეროთ ჩვენი ხმა. ამ შემთხვევაში ჩავაგდებ უბრალოდ ერთ-ერთ ჩემს ვიდეოს, რომელიც 54 წამიანია. დავაჭიროთ Next და დაველოდოთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მე ვიყენებ Instant Voice Cloners. ეს არის შედარებით ბიუჯეტური ვერსია, რომელსაც არ აქვს არც ესე კარგი შედეგი, ვიდეოს დასაწყისში რახმაც მოისმინეთ, ზუსტად ამითი არის შექმნილი. 11 Labs ასევე აქვს ბევრად უფრო პროფესიონალური დონის ხმის კლონირების ფუნქციონალი, თუმცა იმისთვის გვჭირდება 3-დან 6 საათამდე ვიდეო ან ხმა. შესაბამისად, ეს ნაწილიც მზად უნდა გქონდეთ და ასევე უნდა გქონდეთ უფრო ძვირიანი გამოწერა. მოусმინოთ ახლა რა შექმნა. Hello, my name is Zuka. საკმაოდ ახლოს არის ჩემ ხმასთან, მე მგონი. თუმცა ერთი პრობლემაა, რაც შევამჩნიე. როდესაც ხმის კლონირებას ვაკეთებ Instant Voice Cloner-ით, ინგლისურად გავს ჩემ ხმას, თუმცა ქართულ ენაზე არ გავს. ამას ახლა მალე ვნახავთ. დავუწყებით Save Voice, აქ ავირჩიე უბრალოდ სახელი, ასევე უნდა დავეთანხმოთ იმას, რომ ეს არის ნამდვილად ჩვენი ხმა და არ ვიყენებთ უცხო ადამიანის ხმას. შემდეგ დავასეივებთ ჩვენს Voice და აქვე შეგვიძლია ამ ხმის ვერიფიკაცია.
ამისთვის 11 Labs-ი მოგცემს გარკვეულ ფრაზას, რომელიც უნდა წავიკითხოთ. ესეც გავაკეთოთ ახლავე. პატარა ხელებს შეუძლიათ დიდი საქმეების კეთება, როდესაც ისინი ერთად მუშაობენ. დავასაბმითებთ და ჩვენი ხმა უკვე ვერიფიცირებულია. შემდეგ შეგვიძლია გადმოვიდეთ text to speech-ში. აქ შეგიძლიათ ნებისმიერი ტექსტი ჩაწეროთ, მაგალითად იყო არაბეთს როსტევან. გამოვიყენოთ ჩვენს მიერ შექმნილი ხმა, რომელსაც test 3 დავარქვი. მარჯვენა მხარეს გვაქვს სტაბილიზაცია ჩვენი ხმის. თუ მარცხნივ გადმოვწევთ, ხმა იქნება მაქსიმალურად კრეატიული, ხოლო თუ მარჯვნივ გადავწევთ, ხმა იქნება მაქსიმალურად მიმსგავსებული ჩვენს საკუთარ ხმის კლონთან. დავუწევთ გენერაციას. იყო არაბეთს როსტევა. იყო არაბეთს როსტევა. როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ აცდენილია რეალურად ქართული ინგლისურთან, ეხლა ინგლისურსაც მოგასმენინებთ. Hello, how are you doing? Hello, how are you doing? აი პირველი გენერაცია მგონი საკმაოდ გავს ჩემ ხმას. რო შევაჯამოთ ქართული ენის ნაწილი, ქართულში რა მუშაობს კარგად და რა არ მუშაობს კარგად. ზოგადად როგორც ხედავთ, ქართული მაინც საკმაოდ უჭირს, თუმცა უჭირს ხმის კლონირების ნაწილში, არ უჭირს მარტივი ტექსტების საკითხვა, რასაც ძალიან კარგად აკეთებს. აქ ჩავსვა რაღაც მარტივ ტექსტს და საკმაოდ უნებრივად ჟღერს დაგენერირებული ხმა. ინტონაცია, პაუზები, ყველაფერი საკმაოდ კარგად მუშაობს. ასევე 11V-3-ს აქვს ეგრეთ წოდებული აუდიო თეგები. ტექსტში შეგვიძლია დავწეროთ, რომ ხმამ უნდა იჩურჩულოს, ან გაიცინოს, ან გაბრაზებულმა ისაუბროს და ესეც ძალიან კარგად მუშაობს. თუმცა უჭირს ცოტათი ქართული ანბანიდან ისეთი ასოების თქმა, რომელიც არის განსაკუთრებით თუ რამოდენიმე არის ერთად გადაბმული. მაგალითად, აი ეს ტექსტი ნახოთ როგორ იქნება. ასევე თუ ტექსტს ქართულად ვაგენერირებთ, უჭირს შემდეგ ინგლისური ტერმინების საკითხვა, ამიტომ ჯობია რომ ყველაფერი ქართულად დავწეროთ და იგივე ეხება რიცხვებსაც და აბრევიატურებსაც, ჯობია რომ ეს ყველაფერი ქართული ენით დავწეროთ, როგორც ითქმის. მოვუსმინოთ ახლა ამას. იყო არაბეთს როსტევან. მეფე ღმთისაგან სვიანი. მაღალი, უხვი, დაბალი, ლაშქარ-მრავალი, კმიანი. ასევე ერთი რაც უნდა ვახსენო არის ის, რომ ქართულ ენაზე მხარდაჭერა არ გვაქვს რეალურ AI აგენტებში, ანუ თუ მაგალითად გვინდა რომ გვყავდეს AI კოლერი, რომელიც დარეკავს ან ზარებს უპასუხებს 11 Labs V3-ს აქ ვერ გამოვიყენებთ, თუმცა შეგვიძლია ესეთი აუდიო დავაგენერიროთ, რომელიც უბრალოდ voice-over-ად გამოიყენება. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ფუნქციონალზე, რომელიც ჩემი აზრით ნებისმიერი კონტენტ კრეატორისთვის ძალიან ღირებულია. ავიღებ ერთ-ერთ ჩემს ვიდეოს, რომელიც ქართულ ენაზეა და რომელიც უბრალოდ სოციალურ ქსელში მაქვს დადებული. აქ ავტვირთავ ერთ-ერთ ჩემს სოციალურ ქსელის ვიდეოს. შემდეგ უნდა აირჩიოთ target language, ანუ რა ენაზე გვინდა რომ გადავთარგმნოთ ჩვენი ვიდეო. მე ინგლისური მაქვს მონიშნული. აქვე გვაქვს advanced setting-ები და ეს ტოგლი, რომელიც წვითავს იმას თუ როგორი აქცენტი გვექნება. ანუ თუ მარცხნივ მოვწევთ, მაქსიმალურად გვექნება კარგი ინგლისური აქცენტი, ხოლო თუ მარჯვნივ მოვწევთ, იქნება ასე ვთქვათ ქართველი, რომელიც საუბრობს ინგლისურად. ესეც ვიღაცებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრ კრედიტს ხარჯავს ეს ყველაფერი, თუმცა 11 Labs-ის ფასებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ იმ კონტენტ კრეატორებისთვის ეს ნამდვილად ღირს, ვინც უკვე საქართველოში დიდ აუდიენციაზეა და უნდა საქართველოდან უცხოეთზე გასვლა, ასე რომ ძალიან კარგი ფიჩერია მათთვის ეს. 11 Labs-მა შექმნა ეს ვიდეო და ქართულს და ინგლისურს ახლა გვერდ-გვერდ აქ გავუშვებ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გამოიყენოთ ის მოკლე ფანჯარა, რომელიც ახლა გვაქვს, Claude Fable 5.
because I think you should all take advantage of the short window we have right now. Claude Fable 5. საკმაოდ ისეთი კარგი გასართობია ჩემი აზრით, მე მგონი ცოტა ფრანგული თუ ინდური აქცენტი მომცა, მაინც ვერ გავარკვია, მაგრამ თქვენთვის მომინდია ეს არჩევანი. პლატფორმაზე ასევე გვაქვს რამოდენიმე საინტერესო დამატებითი ფუნქციონალი. აქ გვაქვს სურათის და ვიდეოს გენერირება, თუმცა ამაზე დღეს არ ვისაუბრებ. ასევე გვაქვს voice changer-ი, სადაც შეგვიძლია ავტვირთოთ ჩვენი ვიდეო ან ჩვენი ხმა და 11 Labs-ის საშუალებით შეგვიძლია შევცვალოთ ეს ხმა, ანუ იგივე ვსაუბრობდეთ, თუმცა განსხვავებული ადამიანის ან სხვა ადამიანის ხმით. ასევე შეგვიძლია მუსიკის შექმნა, ამ მუსიკას სხვათაშორის მე ჩემ ვიდეოებში ვიყენებ და რაც ამის გამოყენება დავიწყე, დავისვენე ფაქტიურად, იმიტომ რომ თითქმის ყველა ვიდეოზე YouTube-იც, TikTok-იც, ანუ გვიწევს ისევ პლატფორმაზე ხმის არჩევა, ან მუსიკის არჩევა უბრალოდ, რაც საკმაოდ დამღლელია და ასე შემდეგ. ასევე YouTube-ზე copyright-ის გამო ძალიან ბევრი ვიდეო, ასე ვთქვათ, ქრება ფაქტიურად, არავინ არ ნახულობს და ამის გამო და ამ პრობლემასაც ვაგვარებ ჩემივე მუსიკის შექმნით. ასევე შეგვიძლია sound ეფექტების შექმნა, ეს შეიძლება იყოს ცხოველები, აფეთქება, შეიძლება იყოს წვიმის ხმა, ან ასე შემდეგ. რამოდენიმე ხმოვან ეფექტს აქ გავუშვებ. და ასევე შეგვიძლია ტრანსკრიპტის შექმნა, ანუ რაცაც მე ახლა ვსაუბრობ, თუ ამ ვიდეოს უყურებთ short form პლატფორმაზე, მაგალითად TikTok-ზე ან YouTube-ზე, სუბტიტრები, რომლებიც არის დაგენერირებულია 11 Labs-ის მიერ. ეხლა კი გადავიდეთ 11 Labs-ის ფასებზე. როგორც ხედავთ, გვაქვს უფასო ვერსია, რომელიც 10,000 კრედიტს გვაძლევს ყოველთვიურად, თუმცა გვაქვს შეზღუდული ფუნქციონალი. შემდეგ გვაქვს $6 პაკეტი, რომელსაც მე ვიყენებ და ასე თუ ისე ყოფნის ყველაფერში. შემდეგ გვაქვს კრეატორი, რომელიც ღირს $22 და ბევრად უფრო მეტ კრედიტს გვაძლევს. $6 გვაძლევს 30,000 კრედიტს, ხოლო $22 120,000 კრედიტს, რაც 4ჯერ უფრო მეტია, თუმცა ფას დაახლოებით 3ჯერ უფრო მეტს ვიხდით. ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ ყოველწლიურად, რაც ფაქტიურად წელიწადში 2 თვეს გაძლევთ უფასოდ, დაახლოებით 15-20%-იანი ფასდაკლებაა და ასევე არის Pro, რომელიც გვაძლევს ძალიან ბევრ კრედიტს, ალბათ უბრალოდ ეს იქნება კონტენტ კრეატორებისთვის საჭირო და რა ვიცი $100-ად თუნდაც გატესტვაც კი ღირს მე მგონი. ასევე თუ ყიდით რაღაცებს, ყიდით Etsy-ზე პროდუქციას და გინდათ რომ ინგლისურად ისაუბროთ თქვენ ვიდეოებში, თუმცა არ გინდათ ვიდეოების რამოდენიმეჯერ გადაღება, ანუ აქ მარტო ინგლისურის ცოდნა არ ცოდნაზე არ არის, აქ არის ასევე იმაზე საუბარი, რომ კონტენტის შექმნა ორჯერ არ მოგიწიოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პლატფორმაა, ძალიან კარგი შესაძლებლობებით. ჩემი რეკომენდაცია რომ დაიწყოთ უფასო ვერსიით, გატესტეთ როგორ მუშაობს, თუ დაინახავთ ამ პლატფორმაში საჭიროებას და ხედავთ რომ კარგად იყენებთ მას, გადადით უკვე $6-ზე და შემდეგ უკვე თუ აღარ გეყოფათ $6, შეგიძლიათ $22 ან $99 ვერსიებზე გადახვიდეთ. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ქართულისთვის მხოლოდ 11v3 უნდა გამოიყენოთ. voice-over-ისთვის 11 Labs-ი მუშაობს, თუმცა არ მუშაობს აგენტურ რეჟიმში ქართულ ენაზე. ხმის დუბლირება ქართველი კონტენტ კრეატორებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს რომ უცხოურ ენაზე შექმნას კონტენტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფუნქციონალია. უფასო გეგმირება მხოლოდ ტესტერებისთვის არის, ასევე რის თქმას დამავიწყდა არის, რომ უფასო ვერსიაზე შექმნილ ნებისმიერ კონტენტს არ აქვს ბიზნესისთვის გამოყენების ლიცენზია. ანუ ეს არის მხოლოდ სამოყვარულო დონეზე გასართობად. თუ გსურთ რომ ბიზნესში გამოიყენოთ 11 Labs-ზე შექმნილი ნებისმიერ ტიპის კონტენტი, უნდა გქონდეთ ფასიანი subscription-ი. საბოლოოდ კი დაწერეთ კომენტარებში თქვენ რისთვის გამოიყენებდით, ან რისთვის იყენებთ 11 Labs, როგორ ჟღერს თქვენი ქართული, რამდენად კარგი კლონი გაქვთ შექმნილი.
არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.